მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გახევართ King Cloud-ზე, სადაც დეპოზიტზე გვაქვს $100. მე და კაზანჯა ვართ დღეს და შევეცდები რომ მოვიგო როგორც წინა ვიდეოში ეს $6000 წამოვიღეთ. დღესაც ვნახოთ იგივე რამე წამოვიღოთ. და ლაიქთ ეს ვიდეო აუცილებლად არხი გამოიწერეთ, აღწერაში იქნება ჩემი პრომო ლინკი, რომელზეც თუ გადავხვალთ ნებისმიერ დეპოზიტს დაგერცხებათ 12% ზემოდან. ხო, კაზანჯი. შენ დიდი ხანია კარტოფილ ხარ რა გაგიხსნა? დანები 5, 7. რომელი? რამდენიცა? რომელი დანები? დანაბა, ნაიფ. თუ ქვემოთ. აი ქუნა იყოს. დიდი განაცხადია კაზანჯი 5 წელი. თუ 30 დაამატეს? ჰა? აქ ბევრი გახსნების დაამატეს? ბიჭო, როგორ არის, 5-5-ად იხსნება მაინც რა. უბრალოდ შენ არ გიწევს რომ თავიდან დააჭირო. როგორ იხსნება 5-5-ად? მე ვნახე. ცუდი. ანუ თლაც ცუდიც არა, მაგრამ ნუ. ფეკას ვიდეო თუ რაღაც ვნახე და 30-ვე გაიხსნა. ბიჭო, ნახე როგორ არის 30-ო დააჭირო. შეცვალეს, ბიჭო. არა, გეუბნები, იმენა გაიხსნა. ხო და მე რო ბოლოს გავხსენი კაზანჩე ეს. აი განახმე ხომ ეცადა. მე რო ბოლოს გავხსენი. ახალი დამატებული იყო, გაიგე, მე რო გავხსენი ბოლოს. და ჯერ როგორ იყო, იცი? აი სიტყვაზე 30 წელს რო უთითებდი, 5 წელი მორჩებოდა, მე ისევ 5 გაიშვებოდა. დავა ესე ვნახო, დაბა გავტესტოთ. ვა, ხარ გაჭედოს შე. რა ამბავია. რა უნდა მე. დაჟე ვიდეოშიც ხო ჩანს, კაცო ვიდეო მიდევს. არსად არაფერი ხო? რამდენისა? რამდენის გავხსენი ვაფშე? ვაიმე რა ვქენი. $780, კაი. კაი, მე ერთი кейსი მეგულება, სადაც შეიძლება ძალიან ბევრის გახსნა, ვიცადე? შენ არ გძინებია და ჯობია მეგონი დაიძინო. აი ეს მინდა სიტყვაზე 20 წელი. 20 წელი არ გავხსენი? ამაზე აშკარად? ამაზე აშკარად არ არის. ხო და რომელიღაც кейსი გაიხსნება ალბათ? 1000-ად გაიხსნება წესთვის. არა. ხუნა 20 წელი გავხსენი ძმა. მე ქვემოთ ნახე. 10 ბიჭო, 10-ას. კაი, ჩემ შეცდომა. მეთქი მოიპარა ძმა. კაი, რა გინდა კიდე როგორ გიხსნა? ვაფშე არ მოხსნა არაფერი. ბიჭო, როგორ გითხრა? მე აგერ ფავორიტებში მაქვს ძირითადად რასაც ხსნიდი ხოლმე. მეიჯორი, ეს რა ქვია, ჯუჯუცუ, ჰანამი, მონსტერს ფერედი და ეს კაგური. მეიჯორი გახსენი 3 აჭი. მეიჯორი 3. ანა და გაგოკ. ой, მე ისმენი რო და ცუდი არაფერი არ და კაი ჯუჯუცუ გავხსნათ მოდი 3. ძირთად აპგრეიდებში მიდის ხო? ბიჭო, არა, ვაგდებ ხოლმე რაღაცას, მაგრამ დღეს რაღაცა არ ვაგდებ არაფერი. მაგრამ აპგრეიდში ნუ ხო რა თქმა უნდა, აპგრეიდი $76 ვაქვს. აი ეს კაგოდი გავხსნათ ერთ წელს და ამ აპგრეიდში წავიდეთ მე. აუ აპგრეიდში რამდენი სისულელე მაქვს ხა უნდა მოსავიყო. ეს კაია რა. წეგან 50 წელი გავხსენეთ, რამდენი გავხსენი. pravda არ გაგიყიდი ხო? თან აქ ხოიცი არ არის ყველა ერთად რო იმას მოკა. ვარ ჯასვე ხომ იცი? ამას მოუნიშნავ. ამას მოუხსნი. და ყველას გავყიდე. რამდენი? $700. თორემ ამის ნერვები არ მაქვს. $6200 შეგვიძლია, ხო? კაი, და ეხლა გავხსნი რაც არ გამიხსნია. მაგალითად Doppler fight. და upgrade-ში რო გაგიშვა მაგდენ. არა. მეზარებოდა. იმდენი რაღაცას ჩადება მე არ შემიძლია. აჰა. ხაროშ. რა გქოს? $136 მე დიგე. ხადა უბიჭო არა და რა. ის იყო რა ქვია. Doppler-ი თუ რა. პროფიტი არის. მე მგონი. კაი, Maelstrom-ი გავხსნათ 2. აქ უნდა დაამატონ. ეს რა სამდა. აქ უნდა დაამატონ skip-ი და გაასწორებს ძალიან. skip-ი რო არ არის. და იწელება ხოლმე გახსნა. ხანა ასწორებს ხოლმე skip-ზე რო ხსნი რაღაცას. ჩვენ ეს ტრიალთა ძალიან დიდი ხანი ვიბზრიალე. ო, დიდი ხანი. ფაქტორი რა არის ეს პრინციპი? 60 ღირა. 99. ადრე ღირდა 1-200. კაი, $92 მე რას გავხსნით? ეს სკელეტონი ღირს მე მგონი, სადღაც ეგრე, ხო?
აჰა. ზემოთან. აბა დაგვიგდე ხა რაღაც. შენი რედლაინ. არა დებილობა. აი ეხა უკვე აპგრეიდი შეგვიძლია. კაი, ეს და ეს. გაზანჩი. რამდენი საით? უჭული მარჯვენა, 2x და მარჯვენა. 2x. მერე გოუში. იზი. რა იზი მას მინდა ავადა. აუ. ყველაზე კარგად აგდებს ხოლმე კაზანჩი აი აქედან, აი აქედან რომ მივუთებ რა. ძალიან კარგად ხდება. მე ეგრე ვაგებ ხოლმე რა. ადრეც ხო გახსოვს? კაი, ეს რამდენი დოლარი? $150, 2x-ში და იყოს აი აქ. აქ დავწერე რა, სადაც. რა მარცხენ. ვინდა ხო? არა. კი. კარგია. რაც გონია რომ არ უნდა შეანელო. ხო რაღაცა მეც ეგეთი შთაბეჭდილება მაგდას გეცე. ხან მეგონა რომ დაარტყა. კაი, ეს და ეს გავუშვოთ ჯერ თუ სამივე. კორჩ სამი უნდა გავუშვოთ ეს დოლარში რა. დიდი. ორში? კი, სუვენირი კალაშა მინდა აგერ. პროსტ სანდადო. კაი, აქ ხო დააგდო. ერთი. ქვემოთა ზარდა. აქ დააგდო მეორე. სანაც აქ ხო უწევს. მე მგონია უნდა დატოვო რა. დავტოვო თუ გადავწიო ცოტა. ოდნავ ეს. დავტოვო თუ ესე? ეს რისი დრო გაგდის მა? დატოვე. უჯო. დავაი მაგდეცე. არა. ვაფშე ქვემოჩადიოდა. და ისე დააგდო თითქმის. შენ როგორც აყენებდი? 23% შენ გაგვიმართლა. გაუსწორა იმენახას. კაი, ეს კონდეს ჯერჯერობით იყოს ჯობია, ხელი არ ხო. და აქ ეს ვიდეო არ ჩვენ სილიასავით წაგებულები. ვახა, იქ რატო გამახსენე ხა. ეგ რატო გამახსენე კარგად. დავიგრუზე. დღეს დაგმშტობებით ხალხო, ცოტა დაგრუზულები ვართ. ყველანი დილა ადრე დავიგრუზეთ, მაგრამ არა უშავს, ილია უფრო ძლიერ დაბრუნდება. და მე რა ვიცი. რაღაც აი ისე შთაბეჭდილება მქონდა, რომ ილია, ან ჯერ ხომ ერამა წააგო, ნუ როდის იყო ეკა იხნისგან გავიდა, მაგრამ თითქოს აი პროსტა გამოვიდა ტიპი და ის ბევრად დუღზე იყო და ბევრად ხოძზე იყო და ილიაც როცა აი თან ახლა მერაბი ხო ეგრე არასარ ყოფილა მაშინაც რა და ილიაც ზუსტად იგივენაირად ეხა ის სულ ხოძია, სულ რაღაცა კომბინაციები, რაღაც აქეთ ლეწავს ტიპებს და არაფერი არ გუკეთებია, ერთი ორი რაღაცის გარდა და ის ღვიძლში დაყმის გარდა, რავი. ცოტა გასაკვირია, მაგრამ ალბათ უფრო ძლიერები დაბრუნდებიან ორივე რა, წარმატებები ქართველებს UFC-ში. დღეს დაგმშტობებით და ალბათ თქვენცით ნახავთ, პაკა.